საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მწერალ ვაჟა უთარაშვილს პასუხობს მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციაზე დასმული საკითხები არ შეეფერებოდა სინამდვილეს. სამინისტროს 25 ოქტომბრიდან ლიტერატურული პროექტების დაფინანსება საერთოდ არ განუხორციელებია. მწერალმა ვაჟა უთარაშვილმა კულტურის სამინისტროს მისამართით პრეტენზიებზე პრემიერ-მინისტრთან პრესკონფერენციაზე გუშინ ისაუბრა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2012 წლის 25 ოქტომბრიდან დღემდე ლიტერატურის დაფინანსებისათვის არ გამოუცხადებია და შესაბამისად არ ჩაუტარებია არც ერთი კონკურსი ან ტენდერი, რაც თავისთავად პასუხობს ამ თემაზე გუშინ დასმულ კითხვებს. რაც შეეხება მოქალაქის უკმაყოფილებას პროექტების შეფასებასა და დაფინანსების მიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით, გსურს ხაზი გავუსვათ, რომ სამინისტროში ავამოქმედეთ ეფექტიანი ხარისხის მენეჯმენტის და მკაცრი ფინანსური კონტროლის მექანიზმები, რის გამოც ბევრი არაკვალიფიციური პროექტი ვერ იღებს დაფინანსებას. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული პროექტის დაფინანსება და სამინისტროს ბიუჯეტიდან მწერალთა სახლისთვის რაიმე თანხის გამოყოფა არ განხორციელებულა. ამ ნაწილშიც მოქალაქის მიერ გამოთქმული პრეტენზია საფუძველს მოკლებულია.